თბილისი Open Air-ის იდეა დაფუძნების დღიდან გამომდინარეობს იმაზე, რომ დგას თავისუფლებაზე, მრავალფეროვნებაზე და თანასწორობაზე. ეს იდეები, რა თქმა უნდა, წელს შენარჩუნებულია და მეცაც ვიტყვი, რომ უფრო გამძაფრებულია, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც გვაერთიანებს და დღესდღეობით ყველაზე მეტად გვჭირდება. თბილისი Open Air-ი წელს განსხვავებული იმით არის, რომ არის 100%-იანი ქართული მუსიკალური ლაინაპით წარდგენილი, 2 დღის განმავლობაში იქნება და ძალიან საინტერესო მუსიკალური კოლაბორაციებით იქნება წელს წარმოდგენილი ფესტივალი, იმიტომ რომ ფესტივალზე ყოველწლიურად, რა თქმა უნდა, მონაწილეობენ ქართველი არტისტები, რომლებიც არიან წამყვანი, ასე ვთქვათ, ალტერნატიული მუსიკის თვალსაზრისით, მაგრამ წელს დაემატა ესეთი კლასიკური არტისტები, როგორც არის ნანი ბრეგვაძე, მაგალითად, გიური ჩოხელი, ბატა ბურჭულაძე, გიორგი უშიკიშვილი, მერაბ სეფაშვილი და მოკლედ ეს იქნება ძალიან საინტერესო თანამშრომლობა რაღაცნაირი კლასიკური არტისტების და იმ ალტერნატიული არტისტების, რომლებიც თბილისი Open Air-ის ფარგლებში ყოველწლიურად წარდგებიან ხოლმე. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ფესტივალი მუსიკალური წარმოდგენების გარდა ასევე მოიცავს ციგნის ფესტივალს, ღვინის ფესტივალს, ჩვენ ტრადიციულად რამდენიმე წელია უკვე გვაქვს Freedom Village, ესეთი სივრცე, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთ პლატფორმაზე იკრიბებიან და ხდება გარკვეული ღონისძიებები, საუბრის თვალსაზრისით, რაღაცა დისკუსიები და ასე შემდეგ. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ სოლიდარობის კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ რთულ პერიოდში მიმყოფებით, როგორც ქვეყანა და კრიზისული პერიოდი უდგას ძალიან ბევრ მიმართულებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, არ არის სახელოვნებო მიმართულება გამონაკლისი პირიქით. ამიტომ ჩვენი ფესტივალი ხარს უჭერს ზუსტად ქართულ სახელოვნებო მიმართულებას და წლევანდელ ფესტივალზე აი ამის ხაზგასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ სოლიდარულები ვიყოთ და მხარი დაუჭიროთ მათ. სოფო, Open Air-ის თვის მზადების პარალელურად მიმდინარეობს უკვე დაწყებული არის თუ სწორად ფლობ ინფორმაციას Newcomers-ზე, ეს არის მუსიკალური პროექტი, თუ შეიძლება ამის შესახებ, ამ პროექტისა და Open Air-ის კავშირის შესახებ მოგვიყევით, რამდენადაც ვიცი, ერთ წელს დაარსდა ეს ორი პროექტი. Newcomers-ი არის მუსიკალური პროექტი, რომელიც მიმართულია ახალბედა მუსიკალური არტისტების და უკვე დაფუძნებული არტისტების ახალი მუსიკალური პროექტების ჩვენებაზე. პარალელურად მიმდინარეობს კი დღეს გახსნილია ახალი Newcomer-ების მიღება 25 აპრილს 18 საათზე დასრულდება მიღება. 3 ეტაპისგან შედგება ხოლმე. პირველ რიგში ეს არის, რომ დაინტერესებულმა არტისტებმა უნდა წარმოადგინონ ჩანაწერები, შემდეგ ჩანაწერების გადარჩევა ხდება და დაბარება ამ ადამიანების ეგრეთ წოდებულ showcase-ზე, სადაც ცოცხლად წარდგებიან უკვე პროდიუსერების წინაშე. და შემდეგ აი ამ ცოცხალი წარდგენის შემდეგ ხდება ფინალური კონცერტისთვის მზადება. ფინალურ კონცერტზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები და გამარჯვებული Newcomer-ი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თბილისი Open Air-ის მთავარ სცენაზე წარდგება ხოლმე და მოკლედ ეს არის ძალიან დიდი мотиваცია არტისტებისთვის, იმიტომ რომ თბილისი Open Air-ი არის ის პლატფორმა, რომელიც ყველაზე კარგად აძლევს საშუალებას ადგილობრივ არტისტს, რომ წარადგინოს თავის შემოქმედება. რაც შეეხება პლატფორმას მექანიკური ტალღები. ის იქნება წარმოდგენილი ასევე ფესტივალის ფარგლებში, აი რა პროგრამით იქნება, რას გულისხმობს ზოგადად ეს პლატფორმა? მექანიკური ტალღები ეს არის კულტურულ საზოგადოებრივი პლატფორმა, რომლის მთავარი ღერძი, ასე ვთქვათ, დაფუძნებულია დიალოგზე. დიალოგის ფორმატი ეს იქნება სახელოვნებო მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულებით თუ საზოგადოებრივი მიმართულებით. მექანიკურ ტალღებს რამდენიმე მიმდინარე პროექტი აქვს და ეხლა მნიშვნელოვანია, რომ თბილისი Open Air-თან ჩვენ ვიქნებით წარდგენილი ახალ სივრცეში, Open Frequencies, ესეთი სივრცე არსებობს, რომელიც აერთიანებს მუსიკალურ ლეიბლებს, პლატფორმებს, პოდკასტებს და სწორედ აქ მექანიკური ტალღები 2 დღის განმავლობაში წარდგება სახელოვნებო ვორქშოპის მიმართულებით. პოეტური მესძიება არის ესეთი ვორქშოპი, რომელსაც კოპენჰაგენში დაფუძნებული ძალიან საინტერესო სახელოვნებო ჯგუფი Sisters Hope წარადგენს
და ეს ღია არის თბილისი Open Air-ის ბილეთების მფლობელი ნებისმიერი პირისთვის არ არის ძალიან აუცილებელი რომ მაინც და მაინც ხელოვნებაში ჩართული ადამიანი იყოს ნებისმიერი პირი რომელიც თვლის რომ აინტერესებს და უნდა რომ გამოაღვიძოს თავისი პოეტური მე ეს კონკრეტული workshop-ი ჩვენ თანამშრომლობთ აი ამასთან დაკავშირებით დანიის კულტურის ინსტიტუტთან და ძალიან მნიშვნელოვანია რომ საშუალება ექნებათ როგორც არტისტებს ისე ნებისმიერ მოქალაქეს რომ ცოტა მოწყდეს აი ამ ყოველდღიურობას და რაღაცნაირი ხელოვნებას მისცეს უფრო მეტი ადგილი დაუთმოს ამ შემთხვევაში. მექანიკური ტალღების ფარგლებში ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო ლექცია შეხვედრების სერია, რომელსაც უმაღლესი კვლევების ცენტრთან ერთად ვაკეთებთ ბარში ანტენა და ხვალ გვაქვს უკვე მესამე შეხვედრა და სხვადასხვა თემებს მოვიცავთ. აი ხვალ მაგალითად საუბრობთ ლიბერალური დემოკრატიის კრიზისის შესახებ ზაზა შენგელია, თარგმნელი და ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი ჩაატარებს ამ ლექციას და ეს არის მუნკის წიგნი ხალხი დემოკრატიის წინააღმდეგ აი ამის ფარგლებში ზაზა არის თარგმნელი ამ წიგნის და მიმოვიხილავთ რატო ვართ დღევანდელ დღეს ესეთ კრიზისულ მდგომარეობაში არა მარტო საქართველოს არამედ გლობალურად ეს მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ რა შეცდომები იქნა დაშვებული მაგალითად და რისი გათვალისწინება შეიძლებოდა ან რა შეიძლება რომ გადავარჩინოთ დღეს ისევ. ვის შეუძლია ხოლმე ამ შეხვედრებზე დასწრება? წინასწართო ჩვენი ყველა შეხვედრა workshop-ის გარდა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ თბილისი Open Air-თან მიბმაში არის თავისუფალი დასწრების სრულიად დამოუკიდებელი ინიციატივები არის. ლექციებზე დასწრებად არის თავისუფალი, ხვალ 8 საათზე ნებისმიერ დაინტერესებულ შეუძლია რომ მოვიდეს. და ჩვენ ასევე გვაქვს მუსიკალური მიმართულებით პროექტები. სახელი ინგლისურენოვანია Ancient Pain Modern Love. ეს არის მუსიკალური ალბომების და ჩანაწერების მოსმენა, აი ესე მუსიკალური კომუნისტვის ასე ვთქვათ. კარგ საუნდ სისტემაზე ვისმენთ მუსიკალურ ალბომს და შემდეგ ამ ალბომის არტისტთან და მოდერატორთან ერთად ვარჩევთ. აი როგორც აღნიშნე რომ ეს დიალოგის ფორმატი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ვთქვით რომ შევინარჩუნოთ ყველა პროექტში აბსოლუტურად. იმიტომ რომ თუნდაც აი ამ ჩანაწერების მოსმენის რაღაცნაირი საინტერესო დიალოგი დგება ხოლმე როგორც მოდერატორსა და არტისტს შორის, ისე მსმენელსა და არტისტს შორის და დღევანდელ დღეს ვფიქრობთ რომ დიალოგი არის თავარი ღერძი, რომლის გარშემოც ღირს რომ გავერთიანდეთ და მიუხედავად იმის რომ შეიძლება სხვადასხვა წარმოდგენები გქონდეს და მათ შორის ღირებულებები შეიძლება გქონდეს სხვადასხვა, მაინც ღირს რომ დაველაპარაკოთ ერთმანეთს და რაღაცა იმ კონკრეტულ და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე შევთანხმდეთ და ერთ-ერთი არის რა თქმა უნდა ის რომ ვიყოთ თავისუფლები და მართლაც რომ ღირსეულად წარდგეთ ზოგადად აი ამ მიმდინარე პროცესებზე და დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ სოლიდარობა გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ რომელიც ძალიან უსამართლოდ იჩაგრება სისტემის მხრიდან და არ ვიცი პირველ რიგში ალბათ სოლიდარობას გამოვხატავ და მხარდაჭერას გამოვუცხადებ რეჟიმის პატიმრებს იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება და თბილისი Open Air-ის თავი სლოგანი არის რომ მუსიკა ათავისუფლებს და მუსიკას ნამდვილად აქვს ის ძალა რომ გაგვაერთიანოს და ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები აღმოუჩნდეთ გარკვეულწილად და იმედი მაქვს რომ ეს თბილისი Open Air-ი არასდროს არ ყოფილა მაინც და მაინც მხოლოდ გართობის შეკრების ცენტრი ხო ეს არის პრინციპებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული მუსიკალური ფესტივალი რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევს შანსს რომ მოვიდეს რა თქმა უნდა თავისი საყვარელი მუსიკალური არტისტები მოისმინოს მაგრამ ამასთან ერთად სწორედ აი ეს რაღაცა დაენახონ ერთმანეთს და ერთმანეთს ვაჩვენოთ რომ განსხვავებულობის მიუხედავად არის რაღაცები რაც ძალიან გვაერთიანებს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია